სეუს მოსამატებელი აქვს ზედიზედ 3 მარცხის შემდეგ თუნდაც სჭირდება რა თქმა უნდა გამარჯვება. თუმცა VSA საკუთარ კედლებში ძალიან ძლიერად გამოიყურება და მარტივად რა თქმა უნდა მოგებას არ გაატანს კესეუს, რომელსაც ზოგადად ძალიან კარგი გუნდი ყავს, თუმცა სეზონი ჯერჯერობით კარგად ვერ დაიწყეს. აქ კი პირველივე შეტევა VSA-ს და 2+1. ილმაისმა ჩააგდო ორი ქულა და დაჯარიმდა მასზე გოგნაძე. შეგიძლია ჯობია ხუთეულები თქვათ, ხო? კი, ბაქრაძე, გოგნაძე, გოგიჩაიშვილი, ჯორდან სმიტი, პერი, ჯორდან სმიტი სათადარიგოზეა, პერი და შამა რაითი იწყებენ სტუმართა ხუთეულში, მასმინძლები ზაქრაძე, ჯულსი, ილმაისი, ნადირაძე და ახალწვეული ტროი სიმონსი. მე რაც VSA-ის თამაშებს უყურებ, მეგონი პირველი შემთხვევა ხედი რომ ხუთეულში არ იწყებს. ოღონდ გულისხმობ გასულ სეზონსაც. ხო? კი, ნამდვილად VSA-ის მოულოდნელობა ისტორიაში პირველად და დავით ნოზაძე ხედის გარეშე იწყებს. სიმონსის დაფარება, სწრაფი შეტევა და კიდევ ერთი ჯარიმა, რომელიც დაიჭება ორი სროლით. ზაქრაძე იქნება გამთამაშებელი, 2 ნომრიდან სიმონსი, 3 ნადირაძე, 3-4 ნომრის პოზიციაზე ითამაშებს ნადირაძე დღეს, ჯულსი 4 და ხავიერი 5. რაც შეეხება კავკასიას, ბაქრაძე იქნება ამ გუნდის გამთამაშებელი ბუნებრივია, 2 ნომერზე იქნება პერი, 3-ზე გოგიჩაიშვილი, 4-ზე შამავ რაითი და 5-ზე გოგნაძე. თუმცა გოგიჩაიშვილი და რაითი დარწმუნებულია შეცვლიან კიდევაც პოზიციებს. ორივე 4-3 ნომერია. გოგიჩაიშვილი ალბათ უფრო 3-4-ია, ესე ჯობია თქვა და რაითი მეგონი 4-3 ესე. კი ბატონო, აი ხაც როგორც დგას 4-ზე დგას ჯერჯერობით გოგიჩაიშვილი. გოგნაძე მიიღო ბურთი და კიდევ ერთი ჯარიმა. გოგიჩაიშვილი ზოგადად 4 ნომრიდანაც ძალიან სასარგებლოა. შამალ რაითიც ორივე პოზიციაზე კარგია. ხო, მერაბ ბოქოლიშვილი დაუბრუნდა. ძალიან გამოსტილი მოთამაშეა. საქართველოს ნაკრების წევრი და ხორცები 2 ევროპის ჩემპიონატზე დამყოფია ბოქოლიშვილი. მეხსიერება არ მღალატობს. ტრამვის შემდეგ დაუბრუნდა იგი, მოგეხსენებათ გასული სეზონის შემდეგ გურჯაანის დელტადან შემოუერთდა საკმაოდ ჭკვიანი მოთამაშეა ბოქოლიშვილი და გიორგი ტურძილაძე, რომელსაც კარგი თამაში ჰქონდა გასულ ტურში, გასვლაზე მარგვეთთან, სადაც მისი გუნდი დამარცხდა და თვითონ 21 ქულა და 10 მოხსნა დააგროვა. იწყებს ასევე სკავიდან მოკლედ სმიტი შემოვა, ახალი გამთამაშებელი, კიდევ ერთი. პირველი 2 თამაში ითამაშა მას სანაკრებო პაუზის შემდეგ. ესე რომ კავკასიას აქვს პოტენციალი სკავიდან ბევრად უფრო. ნოდარ გოგოძეც არ დაგვაუწყდეს. გოგოძე ასევე. საკმაოდ კარგი გუნდი ყავს კესეუს, მაგრამ ამას თამაში რაღაც ვერ გადასახავენ ეს ბოლო შეხვედრები. ეს ორი ქულა არ ვარდება და შეტევაში სწორედ სტუმრები კავკასიას თითოეულ პოზიციაზე 2 სრულფასოვანი მოთამაშე ყავს და ძალიან დიდი ფუფუნებაა. ბაქრაძე არ გამოვიდა კაი თამაში გასულ ტურში. აქ გოგიჩაიშვილი. არც იგი არ იყო კარგი. და ასე რომ გამოსასყიდი აქვს ორივე მოთამაშეს. რაც შეეხება VSA-ს დავით ნოზაძეს ხელმძღვანელობით 2 ჩატარებული შეხვედრა, 2 გამარჯვება, 1 დელტასთან, მეორე რაშთან. მიდია თქვი რომ რომელიმე ადვილი მოსაგებია. ურთულესი მატჩები. რაშმა კარგი წინააღმდეგობა გაუწია, მაგრამ დელტას იოლად მოუგეს და იმის შემდეგ დელტამ 3 თამაში მოიგო ზედიზედ. აი გივიკო ბაქრაძე. და უკვე წინ გადის კესეუ 7-5. ძალიან საინტერესო სტარტი. ეს გივიკო ბაქრაძეა, რომელიც ძალიან გამოცდილი მოთამაშე გახლავთ. ქუთაისთან პირადად მოიგო ის შეხვედრა. გივიკო ხო? ძალიან საჭირო სამქულიანები ჩაყარა და ასწაული მატჩი შემოატრიალა იქ. კესეუმ კარგია. ფილმაისი და თანაბრებს კიდევაც ანგარიშ 7-7. აკუშაძეც მებირევაზიშვილები აკლია. VSA-ის. აქ დაუფარა სიმონსმა, ზაქრაძე. ენდვანი იქნება ეს აუცილებლად. ამ მატჩის შემდეგ შუაკვირაში გვექნება უკვე 18-ში. 6-9-ზე. აი ამ არენაზე VSA-ს ქუთაისი ეწევა. დათა კაკუშაძე სწორედ ეკრანებზე იყო.
რომელიც ტრავმირებულია და დიდი ძალა აკლია USA-ს. ამასობაში ბაქრაძემ უკვე მეორე პერსონალური მიიღო, რაც არ არის კარგი. ეს პირველი ეს მეორე გასაგები ახლა და პირველი ვერ დავინახე. პირველი იყო სულ პირველ შეტევაში. სასროლი მიიღო ჯარიმა ზაქრაძეზე. პირველი წუთებიდანვე ჯარიმები იყო და უკვე 4 ჯარიმა გვაქვს ჯამში 3 წუთში. 3 ოქწუნებს, ერთი მასმისლებს, გოგოძე გამოუტანა რაიტს, გაუშვა სამიანი რაიტმა, ვერ აგდებს, თუმცა უბრალოდ ვერ აგდებს და ზაქრაძე ხსნის. სიმონსი ჯულსი ჭკვიანური პასი ნადირაძე გაუშვა, როგორ არ გაუმართლა ნადირაძეს, თუმცა შეტევაში რჩებიან მასმისლები, ნადირაძე და ისევ სასროლი ჯარიმები. ძალიან ადრე იტვირთება ჯარიმებით კავკასია. ამ გუნდმა ამ არენაზე ითამაშა მიმდინარე სეზონში უკვე ერთხელ და რაშთან დამარცხდა, მაშინ რაშისთვის პირველი გამარჯვება იყო. სანდრო ნოზაძის ფორმაციის რაში იყო. და იმ შეხვედრაში კავკასიას ძალიან გაუჭირდა შეტევაში, ნახოთ დღეს როგორ გაიხსნება ამ არენაზე ბექა წივწივაძის გუნდი. თორცების 65 ქულამდე 59, რაც სუპერლიგის საზომებით ძალიან დაბალი შედეგია. ანტირეკორდია. ამას დაბალი წელს არავის არ ჩაუგდია და შეიძლება ესე მოჩეს ჩემპიონატი რომ არავინ არ ჩააგდეს. ეს საჯარიმო არ ვარდება, ავიერი იბზოდა, მაგრამ ვერ გადაარჩინა ეს ბურთი. უკვე 5 ჯარიმა ქონდა, 5-ვე იყო სასროლი. 11-ით 7, 6 წუთი 44 წამი. და ამ დროში უკვე ამოწურული ჯარიმების ლიმიტი კავკასიას. გოგოძე შემოვიდა პარკეტზე ზუსტად გივიკოს ამ ჯარიმების და გამო. გოგიჩაიშვილი მეორე სამქულიანი ჩაგდო უთულესი. კარგად იწყებს ლევან გოგიჩაიშვილი, გუნდის კაპიტანი. იგი კავკასიას დიდი ხანია მოყვება ჯერ კიდე ალიგიდან ამ გუნდთან ერთად მოიგო როგორც დუდუ, ასევე თურქია საკადელიძე. და ნიკა გაბელია ვსაუბრობითო კავკასია რაც უმაღლეს ასე ვთქვათ ლიგაში, სუპერლიგაში გადმოვიდა, პირველ სეზონში ჰქონდა დუდუ, გასულ სეზონში ჰქონდა ქორქია, წელს თასი უწევს. კი, ასევე სუპერლიგაშიც მესამე ადგილი, მეორე ადგილი წინა სეზონშიდან დუბლი უწევს, აი მაგაზე არ გვიფიქრია. დაუფარეს გოგიჩაიშვილს და ანზო ნადირაძე, შემდეგ ზაქრაძე შევიდა, კარგია შამარაიტი. რაიტი ძალიან კარგი მოთამაშეა, უბრალოდ არასტაბილურია, ხო? ის და პერიც მაინც. კი, პერიც ეგეთი მოთამაშეა. უფრო პერია არასტაბილური, სიმართლე ვთქვათ. უფრო მეტის მოლოდინია ხოლმე მისგან, მაგრამ არ მისდის ჩააგდო. ეს ზუსტია. 12-11 დაიბრუნა ლიდერობა კესეო. გიორგი ტურძილაძეც აპირებს. ხო, ბექა წიწოძე აყენას კამინა შემოვა როგორც ჩანს. გოგნაძე დაისვენებს დიდი ალბათობით. ხო, ძალიან გაუჭირდებათ ორივე გუნდის მაღლებს. საკმაოდ ისეთი რთული პაექრობაელით ერთმანეთთან. მესორკულიანი ზუსტია საიმონსი. გამორჩეული მაღლები ყავს ორივე კლუბს. გოგოძე, რაიტი, პერი, თავადვე კი ბატონო, დაკიდა პარაშუტი ვერ ჩააგდო ჰილმაისი ხსნის. ალბათ სუპერლიგაში ქუთაის და კავკასიას ყავს ყველაზე კარგად დაბალანსებული გულისხმობ 5 ნომრებს. ორი სრულფასოვანი 5 ნომერი სხვა გუნდში არის რა. არა, ბაშამიც კარგია ხათ ესეუში და იქ ფევა ეხმარება ხოლმე და ვილი, მაგრამ ესე უშუალოდ 2-5 ნომერი პირველი აუცილებლად ქუთაისია და მეორე შეგვიძლია კესეუც. შეიძლება პირიქითაც თქვას ვინმე ვერ შეედაო. ზოგადად მაღლებით გამოირჩევა ქუთაისი. კი, ნამდვილად. უშუალოდ 5 ნომრებს გულისხმობთ, აქვე კიდევ ერთხელ განმარტოთ თუ რაზე ვსაუბრობთ. ნახოთ, აი გორი მათ ახალი ლეგიონერი დაიმატა და ივასთან ერთად შესაძლოა ახალი 5 ნომერი. ნახოთ როგორ შეეწყობა ჯეი პალი ვერიონს. აქ დაიკარგა ბურთი და გვექნება ცვლილებები ტურძილაძე და სმიტი შემოდიან პერი გოგნაძის ნაცვლად, ხოლო დაისვენებს ზაქრაძე ჰილმაისთან ერთად შემოდის მაისურაძე და ჯერმეინ ჰედი. მომდევნო ტურში კავკასია ბათუმს ეწევა, აქედან გამომდინარე ბუბაბერიშვილი, ნიკა ცინცაძე ადევნებენ ამ შეხვედრას თვალს და ასკაუტებენ მეტოქეს.
უთო როგორი გამოცდილი რეჟისორია, რომ ამას ხმას ვაპირებდი და ზუსტად კადრში მოახვედრა ბუბა და ნიკა ცინცაძე. იმასის ორი ქულად 13-ით 12. რაითი, ნახევარკაუჭი გაუშვა და ჩააგდო. დავიწყეთო არა, კავკასიის მომდევნო მეტოქეზე საუბარი, ზუსტად დაემთხვა კადრით. აქ ეხა ალბათ ორი ქულა უნდა აიღო. ხედი დაბრუნდა, მაგრამ აქ ვერ შეუშალა ხელი ბუნებრივია და ეს არის სმიტი, ახალი ლეგიონერი. ველინგემის ნაცვლად და კოულმენიც აღარ ყავს კავკასიას, ხო? ორი ლეგიონერის დაემშვიდობა. კოულმენის თამაში ვერ გავიგე ისე წავიდა. ველინგემი არ იყო ცუდი მოთამაშე, თუმცა ტრავმის ვერ გამო შეეწყა შესაძლოა ბოლომდეც. ძალიან კარგი გახსნილი შეხვედრა გვაქვს ჯოჯოებით 17-16 შედეგიანობითაც გამოირჩევა და იმედია ასე გაგრძელდება მატჩის ბოლომდე. ხო, ძალიან კარგად თამაშობს ზოგადად VSA ამ დარბაზში. საკუთარი დარბაზია და ეს მოედნის უპირატესობას კარგად იყენებს. ისტორიაში 13 შეხვედრაა გამართული, 11 მოგებული. ყველა გასულ სეზონსაც გულისხმობდა წლევანდას და უშუალოდ წლევანდას სეზონში 3 მოგება და 1 მარცხი. ბოლო მარცხი მათთვის იყო სწორედ გორთან და გოლის წინათ ბოლო გამარჯვება იყო VSA-ს ამ დარბაზში. ამის შემდეგ დავით როგავას გუნდს აქვს დანავსული სერია. ბევრი გუნდია, რომელსაც ზედიზედ 3-4 წაგება აქვს. ერთ-ერთი ბათუმი, დღევანდელი წაგების შემდეგ. გორის და ბათუმის ორივე 4-4 მარცხი აქვს ზედიზედ. ისევე როგორც ესეუსაც, ხო? ესეუს 3 აქვს, მაგრამ ეგეც ესეც ბევრი არის ასეთი ფორმაციის გუნდისთვის. ზედიზედ 3 მარცხი ხო ესე? 3. გაგრასა აქვს 2 ზედიზედ. პირიქით ძალიან კარგ ფორმაშია მარგვეთი, აქ სმიტის სამფულიანი. მარგვეთს ზედიზედ 4 მოგება აქვს. თესეუზე აღარაფერს ვამბობთ, გუნდი დაუმარცხებლად მოგებით. მიიწევს წინ. ვიდან 8 მოგებით ლიდერობს ლექსო ლაფანაშვილის გუნდი, რომლის ორ შეხვედრასაც აუცილებლად ვიხილავ დარჩენილ 2 მატჩს, ერთი დელტასთან თბილისის არენაზე და ერთიც ქუთაისში, ქუთაისის არენაზე. ქუთაისის სპორტის სასახლეში წესი და რიგით თუ ქუთაისი მოგებათა სერია მიაწყო, არ არის გამორიცხული იმ შეხვედრაში გაირკვეს პირველ ადგილოსანი. თუ რა თქმა უნდა ქუთაისმა მოიგო თავის შეხვედრა. ეხა 2 მარცხი აქვს. აქეთის 2 ქულა და 3 თამაში აქვს წინ, 1 გაგრა, 1 VSA და 1 თუ არ ვცდები. ესე გურჯაანის დელტა თუ დაამარცხა შემდეგ ტურში, გაინაღდებს პირველ ადგილს პირველი წრის შემდეგ. ერთადერთი ქუთაისია, როგორც შენ თქვი, რომელსაც შეუძლია გაუწიოს კონკურენცია. იკარგება ბურთი და გუნდება ხავიერი ჯულსის ნაცვლად. ძალიან მაგარი ის იქნება, რა ქვია, მაჩვენებელი თქვათ 10-დან 10 TSU, ან რასაც ვცხოვრობთ, TSU 9-1, ქუთაისი 9-8, არა? კი. ცხრილის შუა წელში დიდი ბრძოლა არის გაჩაღებული. წესით 8 გუნდი 8 გუნდში მოსახვედრად მოუწევთ ბრძოლა ბევრ გუნდს. ერთი 8 მოგება მინიმუმ დაგჭირდება რომ შეხვდეთ. 8-9 მოგებაა საჭირო 8 გუნდში მოსახვედრად. ხო, ერთ თამაში კიდე ქუთაისის გორშია ქურთულესი, არა? კი. თან დაგეშილი იქნება გორი მოგებაზე ახლა და მაგრამ ქუთაისმა ბათუმში ძალიან მაგარი თამაში შემოატრიალა და მარგვეთანაც ახლოს ხო ის მოულოდნელი მარცხი იყო ქუთაისს. დაუბრუნდა ჩვენ შეხვედრას 21-19 წინ არის კავკასიის საერთაშორისო უნივერსიტეტის გუნდი, რომელსაც რა თქმა უნდა რეპორტაჟის დროს უფრო კავკასიას დაუძახებთ, მithumetes სწრაფ, როდესაც სწრაფად განვითარდება მოვლენები, მაგრამ ჩვენ მოყურებელმა იცის თუ რომელ უნივერსიტეტს წარმოადგენს ხსენებული კლუბი. რაითი აიწია ჩააგდოთ და 3-19 ოთხგოლიანი უპირატესობა. ჰედს არა აქვს ქულა? არა, 3 ქულა. და ჯარიმა, რომელიც მიიღო გიორგი ტურძილაძე. ეხლა წივწივაზე აღშფოთებულია. და ტურძილაძეს ასვერჩი. რაითმა მიიღო, ხო? გიორგი ბაქრაძეს აქვს მხოლოდ 2 ჯარიმა.
ხა როდესაც კავკასია წაუყო შეტევაში თუ შეგვიძლია ვთქვათ რომ BSS ექნება 51 წამში 2 ჯარიმის აღების უფლება და არ მიცემს იოლი ბურთის ჩაგდების საშუალებას მეტოქეს. პირველი ჩააგდო ნადირაძემ. მერა ბოკოლიშვილია პარკეტზე, რომელიც ტრავმის შემდეგ დაბრუნდა. მეორე ზუსტია და თედო ბასილაშვილიც გამოვა. შამარ რაიტი დაისვენებს. თედო ბასილაშვილი ახალგაზრდა მოთამაშე, რომელიც ასევე კავკასიას მოყვება. გასულ სეზონშიც, იმის წინა სეზონშიც ამ გუნდის წევრი იყო. 6 წუთი ჰქონდა პარკეტზე გატარებული 4 წუთის ზესტაფონში, რასაც მიეცა თავის წუთები. ბოკოლიშვილი შევიდა, ჩააგდო ბოკოლიშვილი. მერა ბოკოლიშვილია. როგორ გაიხედა, შეხედა თავისუფალ პარტნიორს, შეაფასა ებზე და დაასრულა. 25-21, 24 წამი. ალბათ შეჭამს, ხო რა, არა, 4 წამი წესნა დარჩეს, ხო? აი, USA-ზეა დამოკიდებული. შესაძლოა ბოლო შეტევას ვადანოდეთ თვალს. უფრო ალბათ აქეთკენ მიდის ყველაფერი. სიმონსი შევიდა, ვერ ჩააგდო, ჰილმაისი პირველია, უნდა ჩააგდოს და ჩააგდო კიდევაც და პირველი ნახევარი დასრულდება 25-21. 21-23. ორი ჩააგდო, მაგრამ დრო ამოწურული იყო, არა და კარგი გასროლა ჰილმაისი. სმიტი ვასილაშვილთან გაითამაშა ბურთი, ისევ სმიტი გოგოძე ძილაძე კარგი გადაცემა, ბასილაშვილიც კარგად გაიტანა, ბოკოლიშვილი ჩააგდო. შესანიშნავი კომბინაცია კესეუსი და 28-23. ზაქრაძე ჰედი და სმიტი ჯარიმდება, პირველი პერსონალურია ეს მისთვის. სმიტი პირველი პერსონალური შემიძლია. ანა ახლა შეხვედრა ზაქრაძემ, ჰედი. საიმონსი ისევ ჰედი. არესროლა, კარგი მოძრაობა, შევიდა, ვერ ჩააგდო და ბურთი რჩება ნადირაძეს. ჰილმაისი. ჰედი გაუშვა სამიანი, ჩასვა. 26-28. მეექვსე ხულა ჰედის ანგარიში. გოგოძე, გოძილაძე. სმიტი შევიდა და ახლოს იყო ენდოანთან, თუმცა დადგება საჯარიმოები სასროლად დაჯარიმდა. ზაქრაძე როპერი ბრუნდება. ორ საჯარიმოში და გოგოძის ნაცვლად. ჯორდან სმიტი პირველი არ ვარდება. მეორე ზუსტია. 29-26. ზაქრაძე. ჯერჯერობით კარგი დასაწყისი აქვს კესეუს. 29 ქულა აქვს უკვე ჩაგდებული. საიმონსი ვერ ჩააგდო ის სამქულიანი, ტურძილაძე ხსნის და კლაუს სმიტი. გუშინ კარგად ივარჯიშეს ამ დარბაზში, როგორც ჩანს კესეუს მოთამაშეებმა. აშკარად ყველაფერს აგდებენ, ხო? კი ბატონო, ტურძილაძის ეს ორქულიანი ზუსტია. მისთვის პირველი ქულებია დღევანდელ შეხვედრაში. ყველაზე მეტი 6 ქულა, რომელიც სამ მოთამაშეს აქვს სტუმართა რიგებში. გოგიჩაიშვილს, შამალ რაიტს, სმიტს აქვს 6 კი ბატონო. კი. ბოკოლიშვილი აქვს 5. ესე შეტევა ჰედი, საიმონსი
ნადირაძე ისევ ჰედი ეს სიდარიგით უნდა გაიტანოს, ესეც არის, თუმცა ჯერ სემონსი ვერ ჩაერთო, ხო? დღეს ვერ დაიწყო ჯერჯერობით კარგად თამაში. 4 ქულა აქვს. ვერ ჩაერთო თამაში. სმიტი, ბასილაშვილი, ტურძილაძე ამოვიდა პერი მიიღო. შემდეგ ისევ ტურძილაძე, ბოქოლიშვილი. ეს მისი საყვარელი მოქმედებებია. პარაშუტი, მაგრამ ამოუვარდა ტურძილაძეს და საფოსტო შეტევაში მასმინძლები ზაქრაძე. ჰედი ილმაისი კანაბიჯი თორქულიანი გაუშვა, ვერ აგდებს და როკერის რჩება ბურთი. სმიტი ტურძილაძე, ბოქოლიშვილი, პერი, ისევ ტურძილაძე. კარგი პასი, რთული ბურთი გაუშვა და ჩააგდო მერაბ ბოქოლიშვილმა. პირველი წუთი შესვენება დღევანდელ შეხვედრაში, რომელსაც იღებს სმიტი, ბასილაშვილი, ტურძილაძე, ბოქოლიშვილი და პერი. ეს არის კავკასიის ხუთეული, ჰედი, ზაქრაძე, ნადირაძე, ჯულსი და ხავიერი. განაახლა შეხვედრა მასმიძელმა გუნდმა, ზაქრაძე ასილაშვილი იჭერს ჯულს, ხო როგორ ჩანს? კი. ილმაისი არ ესროლა, ნადირაძეს გამოუტანა, დაკიდა პარაშუტი ვერ ჩააგდო, გაესროლოს. ეთმა გაუშვა, ვერც ის აგდებს და ბასილაშვილი ხსნის. ბასილაშვილი უკვე მეხუთე წუთია პარკეტზე დგას, კარგია რომ ეძლევა მასაც ჯერ თან დრო. არაფერი არ გაუფუჭებია პირიქით. ძალიან კარგად ჩაერთო თამაში, აქ პერის ორქულიანი და ნენელა იზრდება სტუმართა უპირატესობა. შამალ რაიტი შემოვა ეხლა. უნდა ბექას რა შეიძლება მაქსიმალურად ეხლა გატეხოს VSA და წინ გავიდეს. თავიდან აიცილოს შემდეგ ჭალებში გაუგებრობები. ჯიუსი კიდევ კარგად თამაშობს დაცვაში, ბასილაშვილი, თუმცა შეტევაში რჩებიან კვლავ მასმინძლები. ჰედი ზაქრაძე უნდა ესროლა წესით ზაქრაძეს. ახლა მოუწევს ილმაის სროლა, გაუშვა, ჩააგდო, როგორი რთული ბურთი. იმდინარე სეზონში ცენტრები ესვრიან პერიმეტრიდან. ტურძილაძე ახლა ბურთით. მოძრაობები. ნახევარკაუთი გაუშვა, ვერ აგდებს ის და აი, ვეღარ გაიტანა პერზე. აქ ჯარიმდება როგორც ჩანს სმიტი, კი ბატონო, მეორე პერსონალური ჯორდან სმიტს. სმიტი მეორე პერსონალური შეიმჩნევა. ბასილაშვილი დაისვენებს, ტურძილაძე, რაიტი და ბოგნაძე შევიდნენ, ასევე ბაქრაძე შემოვა სმიტის ნაცვლად. ესე იგი, ხო, გივიკო შეცვალა ტაქტიკური ცვლილება, სმიტი გამთამაშებელი, ბასილაშვილი. ბასილაშვილს ასევე შემოდა შამალ რაიტის ტაქტიკური იყო და სოსო ასვენებს ტურძილაძეს. ელმაისი, ჯულსი დაუტრიალდა მე ტოქეს ვერ ჩააგდო მისთვის ბურთი საუიერს. ზაქრაძე ახლა ესროლა, არაზუსტია, თუმცა კარგი იყო ნადირაძე, მაგრამ სოსო გოგნაძემ კარგად დაიცვა თავი და სწრაფი შეტევა გააჩერა აქ ზაქრაძე მისთვის მეორე პერსონალური. საკუთარი ნახევრიდან განაახლებენ შეხვედრას სტუმრები ბაქრაძე. 7 ქულა ჯერჯერობით მათი უპირატესობა. სწრაფი თამაში ხო, ბევრად უფრო სწრაფი თამაშია ვიდრე წინა იყო. უფრო სწრაფად გაილია ეს დრო. პერი სამიანი გაუშვა, ჩააგდო. 10 ქულა უკვე ორნიშნულიანი უპირატესობა კესეუს.
ჰედი უნდა იყოს თავის თავზე ჯულსი ჰედი ჯულს 5 ქულა აქვს ზაქრაძე ეს მეორე სამკურენც არ ჩავარდა სოსოსა და შამალრაიტის აქტიურობის შედეგად ბურთი მოიხსნა გივიკო წამოიღებს შანსი სტუმრებს კიდევ უფრო გაიზარდოს მათი უპირატესობა ახლა ისროლს ალბათ არა არ ესროლა პერი დრო გადის და კარგია დაცვაში ჰედი შემდეგ პერი თავადვე მე რამდენი პირველი ხო კი პირველია პერისთვის და გოგიჩაიშვილი ბრუნდება ბოქოლიშვილის ნაცვლად გოგიჩაიშვილი 2 სამქულიანით არის ჯამში 6 ქულა აქვს და მაისურაძე ბრუნდება ანზორ ნადირაძე დაისვენებს კესეუს ნამდვილად კარგი პირველი ტაიმი აქვს ჰედი ჰილმაისი დაუტრიალა და გოგნაძე ჩააგდო დღეს რთულ ბურთებს აგდებს ჰილმაისი ისთვის მე-11 იყო ეს უკვე ყველაზე მეტი ქულა თავის გუნდში და პირველია ვინც 10 ქულიან ბარიერს გადაცდა ყველაზე მეტი ქულა პერის და ბოქოლიშვილს აქვს კავკასიაში 7-7 გოგიჩაიშვილი რაიტი პერიმეტრიდან არ ვარდება ზაქრაძე უნდა დარჩეს კი ბატონო კესეუ მე-10 პოზიციაზეა საშუალო ჩაგდებული ქულებით 78.86 მათი მაჩვენებელი VSA-ის 84.5 აქვს საშუალოდ და არის მე-3 პოზიციაზე ბოლო ვინ არის მე-11 ამბრა არის მე-11 საშუალო 75 ქულას აგდებენ ის პირველზე იქნება დიდი ალბათობით საჭიროების ხაზზე ლუკა ზაქრაძე ამოწურა ჯარიმების ლიმიტი სტუმარმა გუნდმა გივიკოს აქვს უკვე 3 პერსონალური ჩააგდო ზაქრაძემ ეს ერთქულიანი 5 ქულამდე შეამცირა ჩამორჩენა და გივიკოს პარკეტზე ყოფნა სასიცოცხლოდ აუცილებელია ზაქრაძე ჯარიმდება ერთთან ორთაბ ბრძოლაში ესე ანიშნა ჩვენი შემოდის მომსახურე არბიტრმა დავით ქარციძე მაკაშანამბერძე კილე თვაური გახავთ მომსახურე საჭდა ბრიგადა არბიტრ თქვით თუ არა დასაწყისში მაგრამ გავიმეოროთ მაგრამ ნადირაძე შემოვიდა სწორედ ზაქრაძის ნაცვლად მასაც 3 ჯარიმა დაუგროვდა პერი ბურთი არ ჩაუვარდა ეხლა ეს ჯილსი მაისურაძეც დაცვიდან გამომდინარე ყავს სწორედ დავით ნოზაძე საკმაოდ კარგი დაცვას თამაშობს ეს ბიჭი საუბარია VSA-ის უკანა ხაზაზე აქ უნდა ესროლოს ხავიერმა ესროლა ჩააგდო ეს ბიჭი აგდებს მის დატოვება არ შეიძლება მაგრამ არც წოვებს როგორც მე მივხვდი ბეკა უფრო ანიშნებდა რომ ხელი უნდა შეეშალათ მე-14 ქულა უკვე ხავიერის მონაგარი და 2 ქულამდე შეამცირა ჩამორჩენა მასმიძელმა გუნდმა გოგიჩაიშვილი ავადე გახდება ჯარი ხავიერი ჯარი მეორე პერსონალურია ეს ჰილმაისისთვის My second personal foul. და მოწურავთ უკვე VSA-მაც ჯარიმების ლიმიტი პერი შემოიტანა ბურთი გოგიჩაიშვილი ავადე შევიდა ვერ ჩააგდო გოგნაძე კარგია იქ ჰილმაის დაფარებაზე ცდილობდა ვითიც დაკარგა მეურვე ისარგებლა გოგნაძემ ამით და ჩააგდო კიდევაც 2 ქულა 40-36 ჰედი მაისურაძე კვალჰედი ამოუტანა ჰილმაის და შეუტიოს ჰილმაისმა შევიდა და ვერ დარჩა კავკასზე ენდვანს კარგი მონაკვეთი აქვს ჰილმაის
შანსი რომ კიდევ უფრო გაზარდოს თავისი მონაგარი. და შემოდის ტროი საიმონსი შაკვან ჯულსის ნაცვლად. სამცირე პაუზა შეგახსენებთ, რომ ხვალ დასრულდება მიმდინარე ტური იმერეთში, ჯერ ტყიბულში გაიმართება 1 შეხვედრა 2 საათზე, სადაც სათამაშო ჩავა სესტაფონის მარგვეთი, ხოლო შემდეგ უკვე ქუთაისში 7 საათზე გაიმართება ქუთაისისა და ამრას შეხვედრა. თითიც დაიხურება მე-9 ტური. ილმაისმა კი გამოიყენა პირველი საჯარიმო. მეორე მცდელობა უკვე მისი. მეორე ზუსტია, 2 ქულამდე ამცირებს ჩამორჩენას. VSA-ს მიტი ბრუნდება რობ პერის ნაცვლად. სმიტი. ვაიტი გოგნაძე მიიღო ბურთი და საიმონსი შესანიშნავია. და თამაში საიმონსის. ეხლა წინ გასვლის საშუალება იქნება ხო VSA-ს? ნახოთ როგორ შეუტევენ, რაზე გააკეთებენ აქცენტს და ახლოს იყო აქ ენდოანთან. ჯერმეინ ჰედი ჯარიმა სიღებს სმიტი, მისთვის მესამე გახლავთ და შეჩასენება აიღო კესეუ. წუთი და 20 მოთამაშე აქტიურად უჭერს ჯერ პირველში ბექას, რა თქმა უნდა და მერე კუნც ხარს. ხო, იმიტომ იყო სიწყნარე გატომაც. თვალს კი არა ყურს. ყურსაც მოვაკლდა და თვალსაც. მოგიწყო აქედან მანიკას. რა თქმა უნდა მისაბაძეა მისი მოქმედებები. ვერ გამოიყენა პირველი საჯარიმო ჰედმა. მეორე ბურთი ვარდება 39-40. 1 ქულამდე მიუახლოვდა VSA. ხო, აშკარად VSA-მ თამაში გამოასწორა. კი, 10 ქულაც იყო სხვაობა და უკვე სულ რაღაც 1 გახლავთ. როპერი ტურძილაძე თავადვე მიაწვა, დაუწია და გაუშვა ნახევარკაუჭი, არ ვარდება ნადირაძე ხსნის. შეინარჩუნა ბურთი ნადირაძემ, ჰედი მაისურაძე შევიდა, ვერ აკეთებს და ნოტარ გოგოძე. გოგიჩაიშვილი არ უნდა იჩქაროს კავკასია. უძილაძე არ იყოს კაი ჩანაფიქრი. საიმონსი ნადირაძის სამქულიანი ზუსტია და წინ გადის VSA დაიბრუნა ლიდერობა მასმძელმა გუნდმა 42-40. ბრავო კავკასიას. თუმცა აი ახლა სიმონსმა აიღო ჯარიმა, პირველი ჯარიმა მისთვის, თუმცა ორი სროლა ამოწურულია ჯარიმების ლიმიტი და კავკასიას აქვს შანსი გაათანაბროს ანგარიში. 8 წამი დარჩება შესატევად კავკასიას აიღებს დავით ნოზაძე ტაიმაუტს. 1 აქვს. წესით უნდა გამოიყენოს, ხო? 99%-ში ალბათ გამოსაყენებელია ეს ტაიმაუტი, მაინც არ გადაყვება მეორე ტაიმში. ალბათ თუ აღება იყო, ახლა ჯობდა იყო, რადგან მეორეს გაფუჭების შემთხვევაში შეიძლება საერთოდ არ იღებს. პირველი ჩააგდო პერმა. რაღაცას ანიშნებენ ტაბლოზე საბაჯაყელი და მანუ. ორივე გამოიყენა გაათანაბრა ანგარიში და ახლა აიღო შეცვლილება დავით ნოზაძემ დაუხაზავს კომბინაციას
შეტევას. და ბოლო შეტევა პირველი ტაიმის მაისურაძე შემოიტანს ბურთს ნადირაძე საიმონსი გაუშვა ორქულიანი ტურძილაძემ დააფარა და დასრულდა ამით პირველი ტაიმი 42-42. შევისურვოთ 10 წუთი. ბრუნდებით მეორე ნახევრით საკალათბურთო სუპერლიგის მორიგი მე-9 ტურის მესამე შეხვედრა VSA კესეოს წინააღმდეგ პირველი ტაიმის შემდეგ ანგარიში გვაქვს თანაბარი 42-42 თამაშიც თითქმის ესეთი იყო დიდი გაქცევა არც ერთ გუნდს გაუკეთებია 10 ქულით იგებდა კესეო მაგრამ VSA-მ შეძლო და დაბრუნდა თამაშში ნახოთ თულა ხუთეულები ბოქოლიშვილი ბაქრაძე ტურძილაძე პერი და რაითი რაც შეეხება მასმეძლებს მაისურაძე სიმონსი ხავიერი ნადირაძე და ჰედი რომელსაც არ დაუწყია სასტარტო ხუთეულში და კარგი გადაცემა მაისურაძეს და 2 ქულა იოლი 2 ქულა მარტივი 2 ქულა მოდი ასე ვთქვათ 46-ით მეული შეიძლება ითქვას 46-42 ეს იმას ნიშნავს 4-0 ამ პერიოდში ჩაგაში 4-2 უკვე საკმაოდ შედეგიანი შეხვედრა არის პირველ ტაიმშიც და აგე როგორც ჩანს მეორეც ამ მესამე პერიოდის საწყისი წავებიც ამას გვირდება ჰედი ნადირაძე ვერ აგდებს უთი პერი სწორედ პერი გადადის შეტევაში რაითი ისევ პერი ბაქრაძე 5 წამი ქონდა, ამიტომ ეს როლა გივიკო არ ვარდება, ტურძილაძე ვერცხლის, ხავიერი, აი ბრავო გივიკო ბაქრაძე სუფთა თამაშობს. ძალიან გარისკა სამი ჯარიმით არის. ეს ოფიციალურია, ეს გამოცდილება რაც არის. გაუმართლა ამ რისკმა, ტურძილაძის 2 ქულა, გივიკოს შედეგიანი გადაცემა და თანაბდება კვლავ ანგარიში 46-46. თან სამი ჯარიმით აკეთებდა ამ ყველაფერს. საიმონსი უკანამრიჩი თორიანი გაუშვა ჩაკ. კვლავ ბაქრაძე. ბოქოლიშვილი მიღობურთი ბაქრაძე ორგი ჭვიანური პასი ვერ აგდებს ტურძილაძე თუმცა რაითი დამატებაზე კარგია და კვლავ თანაბრდება ანგარიში 48-48 საიმონსი ჰილმაისი ნადირაძე საიმონსი ამჯერად სამიანი გაუშვა არაზუსტია და ტურძილაძე ხსნის რაითი ამჯერად ზუსტია რაკარძემაც ჩაიწერა მოდრიგი შედეგიანი გადაცემა აქტივში. ეს ყველაფერი კი იმას გვაჩვენებს ტაბლოზე, რომ კავკასია გავიდა წინ 2 ქულით. და 4-0 იწყებდა VSA. ჰედი ნადირაძე მოძრაობა ჰედი რატო ტყობდნენ ხეთს? თვითონაც გაუკვირდა და ვეღარც ჩააგდო. თვითონაც ხო არელოდა აშკარად ტურძილაძე ოი აქ ხა ბაქრაძე ყურადღებით უნდა იყოს არ დაჯარიმდეს საიმონსი ჰილმაისი ზუსტია მე-18 ქულა უკვე ქსავიერ ჰილმაისის ანგარიშზე როგორც ჩანს გარდამავალი უპირატესობით წარიმართება ჩვენი შეხვედრის მეორე ტაიმი საქანელა თამაში კი ხშირად შეიძლება ლიდერი ბოქოლიშვილი ბაქრაძე გამოუტანა ბოქოლიშვილს კარგია ედი მაგრამ ვერ შეინარჩუნა ბურთი VSA-მ ბოქოლიშვილი სამიანი არ ვარდება ნადირაძე ხსნის გრძელი გადაკიდება ჰედი არ ვარდება რა მარტივი ბურთი არ ჩავარდა ხო ახაც საიმონსი
მოუტანა მაისურაძეს ილმაისის სამიანი ეს ზუსტია. ვარდება. მესამე სამიანი ჩააგდო თუ სწორად მახსოვს. ნამდვილად ესეა მესამე სამქულიანი და ჯამში 21 ქულა მას. ბაქრაძე ჩაუგდო ბურთი შამარაიც. სეობაქრაძე, პერი თურძილაძე ითხოვდა ბურთს, მაგრამ პერი თავადვე გადაწყვიტა შესვლა და ორის როლა გვექნება. ჯარიმდება ჰილმაისი, მისთვის მესამე პერსონალურია. მესამე პერსონალური შენიშნა. დავია ჰილმაის. საჯარიმო ხაზია. როსპენი. პირველი საჯარიმო არაზუსტია. ნახოთ მეორეს როგორ გამოიყენებს. და მე უკვე ალბათ მესამე მეოთხედი რო დასრულდება, ნახოთ ხო სტატისტიკური მაჩვენებლების ამ ქულიანების მოხსნების გაფუჭებული ჯარიმების და ასე შემდეგ. ეს ჩააგდო უკვე პერი, მე-12 ქულა მას. სხვაობა კი 2 ქულაა. ჯერმენ ჰედი. ნადირაძე, ჰილმაისი. გაუწვია და გაუშვა და ჯარიმდებიან. მის წინააღმდეგ წესით გოგონაძე. მე რამდენია გოგონაძესთვის მეორე პერსონალური. მეორე პერსონალური ფოლი. ჰილმაისი კი შეასრულებს ერთქულიანებს. კარგი თამაში აქვს. მე-14 ნომერს. მის გარდა ჯერჯერობით 10 ქულიან ზღვარსაც კი ვერავინ გადაცდა. პირველი საჯარიმო არ ვარდება. გადაცდებიან 60 ქულა 3-4-ში. თავისუფლად. ნახეთ. მეორე ზუსტია. 54-51. ბაქრაძე. ედი ეთამაშებოდა მას. რაიტი. აღარ ესროლა ჭვიანური გადაცემა, ვერ შეინარჩუნა ბურთი. გოგონაძე. აღშფოთებულია ამ გადაწყვეტილებით. ეკა წევწივაძე და ითხოვს ვიდეო გამეორებას. ნახო დაუკმაკ. კი ბატონო, ასეც არის. ვიდეო გამეორება გვექნება. ნახოთ, მოკლედ ეს ეპიზოდი ვისგან დატოვა ბურთი. ბურთმა მოედანი ნახოთ, ვის მოხდა ბოლოს. გოგონაძე ისეთ დარწმუნებულია, რომ შეიძლება შეიცვალოს კიდევაც გადაწყვეტილება. არა, მართალია, კი, მართალია. ბეკაც მართალი იყო, სოსოც მართალია. ჩელენჯი გამართლა. კი ბატონო. ეხზე ხდება აქ ზაქრაძეს არა? მეგონი ახლა უკვე დროსაც ამოწმები, იმიტომ რომ 48 წამია და უნდა იყოს 58 აშკარად. ვსო, გასაგები. ბურთი კავკასიას ოთხი და 12 წამი განკუთვნილი დრო კავკასიისთვის. მირაჯაიანიც გამოჩნდა კავკასიაში ერთ გზის მოასპარეზე, რომელიც ახლა რუსთავის ღირსებას იცავს, რუსთავის, რომელიც ალიგაში დაიწყებს სეზონს. დადიანის მემორიალზე ითამაშა ჯაიანმა, ის მაისურით.
რაითი. სამიან ვარდება ორქულიანი გოგნაძე იყო. ხსნის. უთირჩებათ აუსტომრებს. მორიგი ფაზა მესამე მცდელობით შეტევის უკანაბიჯით სამიანი ვერცე ჩააგდეს და მესამე შანსი ესე დანიელს. მაისი ზაქრაძე ჰედი ლავჰილმაისთან გაითამაშა ჰედმა გაუშვა რთული ბურთი ვერ ჩააგდო თუმცა იქვე აქვს სავიერი და 24 ქულა უკვე მისთვის 56-ით 51. 5 ქულას ყოლა. ბოკოლიშვილი. აქ ბურთი რო გადავა ცვლილებები იქნება კავკასიის ლიგებში. შამავრაითი. გოგნაძე, ბაქრაძე კარგი ჩანაფრიქი ქონდა თუმცა ჰედი კარგად თამაშობს საიმონსი ორი ქულა და წუჩასვენება 58-ით 51 გაიქცა VSA 7 ქულით წინ უცებ ხო რაღაც ერთი ამოსუთქვით მოიყვა პერი 12 ქულა 3 მოხსნა გოგიჩაიშვილი 6 ქულა რაითი 10 ქულა 5 მოხსნა ბოკოლიშვილი 7 ქულა 6 ქულა ასევე სმითიც ნაკლები დრო ითამაშობს ხო მეორე საერთოდ არ შემოსულა აქ ორი ქულა ჩააგდო გოგნაძე კი სამი ჯარი მაქვს სმითს თუ საი ახლა გამოჩნდა შეცვლის კამზე სწორედ ახალწეული ჯორდან სმითი ორივე გამთამაშებელს აქვს სამ-სამი ჯარი ჰედი ზუსტია და მე-10 ქულა უკვე ჯემი ჰედს 60-53 გოგოძე ტურძილაძე უბრალოდ გოგნაძე რაითი სამქულიანი არ ვარდება არ მისდით მე სამქულიანები მეორე ტაიმში აი რაშტა როგორც ითამაშეს ისე თამაშობენ ხო მეორე ტაიმში 62-53 უკვე ანგარიში ნენელა VSA გარბის ესე ნაბიჯ ზდის უპირატესობას ორნიშნას ცოტა აკლია და სამოსხოთ გოგნაძის 2+1 პერსონალური სერვისია ჯაკუაძუ მაქსიმუმ პირველ ტაიმში 5 ქულით იყო წინ VSA ახლა ხანს დააფიქსირა 9 თუმცა გოგნაძის ამენდვანით კვლავ შემცირდა ჩამორჩენა ბაქრაძე და რაითი დაისვენებენ სმიტი და გოგიჩაიშვილი დაბრუნდნენ ხო VSA-ის წინ გაქცევა არ შეიძლება შემდეგ ეს გუნდი ერთი ამოსუნთქით თამაშობს და უბრალოდ გაჩერება შეუძლებელია ესაჯანო ჩააგდო გოგნაძე შემცირდა ჩამორჩენა 6 ქულამდე 62-56 ზაქრაძე საიმონსი ჯულსი გაუშვა ორქულიანი ვერ ჩააგდო პირველია ბურთზე სმიტი და უფრო შემცირების შანსი ჩამორჩენის გოგიჩაიშვილი სმიტი გოგნაძე ბოკოლიშვილი მოძებნა 5 წამი შეტევის დასრულებამდე გოგნაძე ვერ აგდებს გოგიჩაიშვილი ვეღარ ამატებდა და ბურთით ნადირაძე რომელიც იოლ ორქულას იღებს იოლი ახლა ესე ჩანდა თორემ გოჩას კავკასიას გაიქცა თამაში მესამე მეოთხედში აქაც დაიკარგა ბურთი ტურძილაძე შემოვა ხო ტურძილაძე და პერი შემოვლენ ნადირაძე კარგია გოგოძე დაუფარა ნადირაძეს გოგიჩაიშვილი ჭკვიანური პასი და ორი ქულა ზუსტია სმიტი
დაცვაში უნდა მოუმატოს ალბათ კიდევ ოდნავ კავკასია. ზაქრაძე, ნადირაძე, არესროლა, შესვლა გადაწყვიტა, თუმცა გააგდებიეს ბურთი ხელიდან. ბოქოლიშვილი გოგოძე. გოგოძე. გოგიჩაიშვილი. 5 წამი. კვიანური პასი, პარაშუტი დაკიდა გოგიჩაიშვილმა და ჩააგდო კიდევაც. ჩასვენებას იღებს VSA 64-60 ანგარიში. მერვე ქულა ეს გოგიჩაიშვილის. ბოლო წუთი მესამე მეოთხედის VSA კალათბურთელები განახლების შეხვედრას ჯერმეინ ჰედი. აუჭირდა ხო გადმოსვა და გადარჩა. 2 წამით გადმოასწრეს. 8 წამით წესი კიდევ დაიღო. ნადირაძე არესროლა ახლა გაუშვა. ორქულიანი ჩააგდო 66-60. 6 ქულა კლობს ხოლმე. სმიტი კარგია. და ისროს გოგიჩაიშვილმა. მაისი არ ვარდება, იძულებული იყო ესროლა, რადგან დრო იყო ძალიან წირი დარჩენილი. გასულ ამით მესამე მეოთხედი 66-60 ექვსგოლიანი ოპერაცია. ბრუნდებით უკვე მეოთხედით 66-60 ბოლო 10 წუთეული. ლიდერობს VSA, თუმცა კესეუს მოსამატებელი აქვს, რადგან ჭირდებათ მათ ეს თამაში რომ მოიგონ. თუმცა დაკარგვა შეტევაში და ჯერმეინ ჰედი ბურთით. ხო, სმიტი, გოგოძე, ტულძილაძე, გოგიჩაიშვილი და პერი არის ამისთვის პარკეტზე და რაც ახლა VSA-ის ნადირაძე, რომელიც ძალიან კარგია და ახლა ჩააგდო. ჯულსი, ჰედი, ზაქრაძე და ხავიერი. 14 ქულა უკვე ანზორ ნადირაძეს, 8 ქულა VSA-ის. ახლა VSA-ის თამაში მიდის უკვე. ეს ბურთი არ ვარდება. გოგიჩაიშვილი ჯარიმდებიან ჰედის წინ. კარგ ჯარიმას იღებს. შამალ რაითი ბრუნდება? გოგიჩაიშვილის პირველი პერსონალური ვისნათფონჩი მოდის რაითი გოგოძე დაისვენებს. ეს გამოვიდა რომ ყველაზე კაი თამაში კავკასიამ ითამაშა დელტასთან გურჯანში, ხო? ქუთაისთან უფრო ქუთაისთან კი ბატონო, ქუთაისთან. თან იქ 13-0 გაქვს. ისო გააკეთა. ეს სამიანი არასუსტია, სმეტი ხსნის. დელტასთან პირველი ტაიმი წააგო დიდი ანგარიში, თუ არ ვიცი, პირველი მეოთხედი. მერე დაკაჩა თამაში, წინ გავიდა და ბოლოს დიდი სხვაობითაც იყო წინ, თუმცა შეძლო დეტამ ის თამაში ბოლო წამებზე თუ არ ვიცი, უცდადრე ქულა-ქულაში გადაიყვანა. და საბოლოოდ 2 ქულით იმარჯვა იმ შეხვედრაში კესეუმ, ისევე როგორც ქუთაისთან, კვიანური თამაში ტურძილაძის და 2 ქულა. დაჩეხა ქუთაისთან ალბათ ბოლო მეოთხედი ქონდა ძალიან კაი კავკასიას, საუკეთესო თამაში და მესამე მეოთხედი ცოტა გულშემატკივრით ისო კარგი იმ მატჩი, სადაც ძალიან ბევრი სამქულიანი ჩავარდა თუ გახსოვს. აქ ფეხზე ხდება ბურთი VSA-ის მოთამაშე 14 წამით და შემოიტანს ზაქრაძე გვერდითი ხაზიდან. 68-62, 6 ქულა სხვაობა. ჯულსი. ჰედი. ზაქრაძის პასი საბოლოოდ მივიდა ჟულსამი, გადააგდო, ვერ ჩააგდო სმიტი. შეტევაში ბრავო სმიტს, ბრავო პერს. პირველ შეტევაში რა სწრაფად გაიქცა კავკასია. აი ამ გუნდის ნიშა იყო გასულ სეზონები, ძალიან სწრაფი და ახალგაზრდული გუნდი ყავდა და კავკასიის გაჩერება პირველ შეტევაში იყო ძალიან რთული. აქ როგორც ჩანს ვერ გადაარჩინა ბურთი. ჰედმა ცოტა აიჭრა VSA. ბოლო
შეტევებში და საიმოსიც დაბრუნდება ის ამასობაში. გაიყო საკრაზე გაყოს კი. არა, საკრაზე არ გადის. სწორად, გადის. ჯულსი. ხო, ნადირაძე გადავა 4 ნომერზე. თუ დაბალი ხუთეულით დარჩა პარკეტზე ვიეს. სმიტი 5 წამი უნდა შეუტიოს. სტუმარმა გუნა პერი შევიდა და ჩავარდა ეს ბურთი ორი ახლოს იყო ენდვანთან. რა შეეხება ჯულსისთვის ჯულსი არა ხავერთვის ეს უნდა ყოფილიყო მე-4, მაგრამ მე შევწდი არა ჯულს ნადირაძე საერთოდ ამერია მეორე პერსონალურია ეს ნადირაძისთვის. უნდა მეთქვა რომ მე-4 მიიღო ხო ხავიერმა თქო და არ შუაში იყო იქ ხავიერი. ხო ხავიერი თქილად უნდა იყოს ეს ვთქვათ, მას 3 აქვს. მას აქვს 3 ზაქრაძეს აქვს, ხო 3 კი. კი ბატონო. მეტი არა უძლებში ვისარა. მეც არა ვის. სტუმართა რიგებში 3-3 ჯარიმით არიან დიდი ხანია სმიტი და გივიგო ბაქრაძე. ერიმ გამოიყენა ორივე საჯარიმო და 2 ქულამდე შეამცირა ჩამორჩენა. ზაქრაძე სწორედ ბურთით თავადე შეუტია ვერ ჩააგდა თუმცა ხედი ხსნის აი ხა ფარიზე ვერ მოხსნას ბურთი და მეორე ფაზიდან შეუტევს ვიესე 5 წამი ორქულიანი გაუშვა ჰედმა ვერ ჩააგდო ბურთით როპერი თავადე გადადის შეტევაში და ვერ დაიმორჩილა ბურთი ჯობდა მანამდე გაეკეთებინა გადაცემა და აქ არასპორტული არ იყოს აქ არა არასპორტული არ იქნება აი ნახე ტანიც ისე შეეჯახა ჯერმენ ჰედი შეასრულებს ერთგულიანებს პირველი გამოიყენა ჰედმა და სამფულამდე გაზარდა სხვაობა მეორეც ჩააგდო 70-66 ჯერობით ინარჩუნებს ლიდერობას VSA სმიტი შამარაიტი ნადირაძე მის წინააღმდეგ და მორიგი სროლები მესამე პერსონალური ნადირაძეს და ორი სროლა გვექნება ანზორ ნადირაძე მესამე პერსონალური რაიტი შეასრულებს ერთგულიანებს ზუსტია რაიტის პირველი საჯარიმო 70-67 მე-11 ქულა მას 10 ქულიან ბარიერას გადაცდა ის და გადაცდენილია ასევე სმიტი როპერი სმიტი სმიტიც იქვია სმიტიც გოგნაძეც და გოგიჩაიშვილის 8 ქულით არიან ზაქრაძე ჰილმაისი სრული ბურთი გაუშვა ვარდება სმის რაიტი და სმიტი შანსი კათანაბრევი სანაც წინას გასვლის სმიტი შევიდა ვერ ჩააგდო ბურთი ვის დარჩება VSA-ს ჰედი ზაქრაძე ისევ ჰედი თავადო შევიდა და ჩააგდო კიდევაც ძილაძის ხელიდან ჩააგდო ეს ბურთი ჰედმა მე-14 ქულა უკვე ჰედს
შამარაიტი ტურძილაძე როპერი პარაშუტი ვარდება კлау უპირატესობა VSA-ის ხო და შეტევაც VSA-ის არის საკრაძე ხავიერი ჰედი და 10 წამი მას მისდევს შეტევისთვის საიმონსი ჰილმაისი ზაქრაძე უნდა ესროლოს ზაქრაძე გაუშვა ვერაგდებს გურზე ორთაბრძოლის შემდეგად ბურთი რჩება კავკასიაზე და მე მგონი თან დაჯარიმდა VSA ვის ეშარიმა საიმონს არა ჰილმაის ეს მეოთხეა ეს არის მეოთხე მისთვის და ეს უკვე მძიმდება ხო მაღლების კუთხით მდგომარეობა ტურძილაძე რაიტი და ჯარიმდება ზაქარაძე მისთვისაც მეოთხე იქნება კი ბატონო ხო შარშანდელი სეზონი იმის მიუხედავად რომ ცუდად დაიწყო კავკასიამ და 3-დან 3 წაგება ქონდა ამ გუნდს და შემდეგ 1-4-ზე ქონდა გოლს ჯერ მოუგეს ბათუმს და შემდეგ გოლში წააგეს ამის შემდეგ მიაწყო ბეკაციმწვადის გუნდმა მოგებათა სერია და 4-4-ზე გაუხდა მაჩვენებელი ასე რომ წელს უფრო ცუდად დაიწყო შეგვიძლია ვთქვათ კავკასიამ თუ დღეს მოიგო და ჯარიმა რა და კარგი დაფარება შეიძლება ყოფილიყო რომ არა ჯარიმა ეთი შესვლა შამარაიტი დაი ვისაც ახსენებთ მანიკა ასათიანი გუნდის მე-6 მოთამაშე შეიძლება ითქვას შემოუერთა კავკასიას და მაქსიმალურად გაამხნევებს კესეოს 4 წუთი და 36 წამი 72-70 აი ეს ბურთი მანიკას დამსახურებით ამოვარ ჩავარდება მეორე კი ჩავარდა 73-70 3 ქულა ერთი ჯარიმის აღების უფლებაა კავკასიას ჯარიმების ლიმიტი VSA-ს ამოწურული აქვს ანუ რაიმე დაცვაში ფრთხილად ზაქრაძეს 4 აქვს ტურძილაძე ვერ აგდებს თუმცა სასროლი ჯარიმები შაქვან ჯილსი ჯარიმდება მისთვის მეორე არის ის მოთამაშეები დაიტვირთნენ ძირითადად ჯარიმებით ვისაც ჰქონდა ზაქრაძე 4 ხავიერი 4 ტურძილაძე კი შეასრულებს ერთქულიანებს 6 ქულა აქვს ამ დროისთვის გიორგი ტურძილაძეს როლი ვერ ჩააგდო არა და ახლოს იყო კავკასია მინიმუმამდე შეემცირებინა სხვაობა მეორე მცდელობა არც მეორე არ ვარდება რა დროს არ ჩაუვარდა საჯარიმოები გიორგის ეს ხო ძალიან ლამაზი სანახაობა ჯილსი და სამიანი არ ვარდება ტურძილაძეს აქ გამოა კარგად მოყ ხელი და აქ სიმონსმა დააფარა საბოლოოდ შამალრაიც აქ ისეკრა ხელი ჰედმა აღნიშნვის დროს კიდევ ტრაუმა მიაყენა სიმონს
შედევაში კлау კესეუ აქ სუდროსაუსი ალდაფეხი და სადაო ბურთი გადაეცემა VSA-ის გადამწყვეტი ხო არისო ეს მონაკვეთი არ გამოურიცხოთ იმიტომ რომ უჭის ჯერჯერობით კესეუს ანგარიშის გათანაბრებაც კი ორი ჯარიმა გაფუჭებული შემდეგ შეტევა რომელიც გაფუჭდა ორი წიდან შეუტიეს თუმცა დრო მაინც საკმარისი არის ჰედი ადირაძე საკრაძეს გამოუტანა ისევ ნადებს ჩასტია ეს უკვე შეიძლება დასასრული იყოს 78-70 განაახლა შეხვედრა კესეუმ 78-70 რვაქულიანი უპირატესობა მასმიძელ გუნდს უკვე ყველა შეტევა სჭირდება სტუმარ გუნდს კოლიშვილი პერი იწამი კარგად ედგა და ჯარიმდება საიმონსი ორი სროლა 3-4 წამი იყო დარჩენილი შესაძლოა ეს ბურთი საერთოდ ვერც ჩაეგდო კავკასიას დაეხმარა საიმონსი სმიტს რომელსაც 8 ქულა აქვს თუ ორივეს გამოიყენებს იქნება 10 ქულა პირველი ზუსტია მეორეც გამოიყენა როგორც ჩვენ უკვე თქვით VSA-ს უწევს ქუთაისთან გადადებული შეხვედრა 18 დეკემბერს 17 საათსა და 30 წუთზე ხოლო მე-10 ტური უკვე დაიწყება 20 დეკემბერს ბათუმში სათამაშოდ კესეუ ჩავა 7 საათზე იქნება ეს შეხვედრა შემდეგ 21-ში გვექნება ორი შეხვედრა თბილისი არენაზე ამრა რაში 13:30-ზე თესეუ გურჯაანისთან და 16 საათზე ხოლო 22-ში გვექნება ტურის დასკვნითი შეხვედრა ჰედის ორი ქულა კი ბატონო VSA უმასპინძლებს 2 საათზე ხოლო გორში ჩავა ქუთაისის სათამაშოდ 7 საათზე იქნება ეს მატჩი ბრაო აქ შამალურაიც შემდეგ უკვე დარჩება მე-11 ტური გასამართი თვის ბოლოს და უკვე გვექნება საახალწლო შესვენება რომელსაც შემდეგ უკვე 2025 წელს დავიწყებთ ქორქია საკადემიაზე საქართველოს თასის სუპერლიგა და ყველაზე მაგარი დასკვნითი ნაწილი საპლეიოფ ეტაპი ამ ყველაფერს ჯორჯიან თაიმსთან ერთად შემოგთავაზებთ უცვლელი გადამღები ჯგუფით VSA შეტევაში 7 წამი განკუთვნილი ეს ასაღები უნდა ყოფილიყო ეს შეტევა მაგრამ პირიქით სამქულიანი შეტევა გამოუვიდა ჩამ შეტევა პერიმეტრი და ზუსტად გაისროლა ჰედმა 9 ქულა უკვე ბევრია თან 2 წუთი დარჩენილი თან VSA ყველა შეტევას იყენებს აი ეს არის VSA-ის უპირატესობა რომ ყველა შეტევა გამოიყენა კარგია სმიტი მორიგი 2 ქულა როცა გამოფხიზდა კავკასია და შეტევაში ასთამაშდა დაცვაში ვერაფერი ვეღარ აიღო ჰედი ნადირაძე და კარგავს აქ საიმონსი ბურთს და ტექნიკურსაც იღებს საიმონსთან ზედმეტრი საუბრისთვის წინა ჯარიმას გააპროტესტა მან ახლაც ჯარიმას ითხოვდა და მესამე პერსონალური ერთგულიან შეასრულებს კესეუს კალათბურთელი და ბურთი რჩებათ მათვე ჯორდან სმიტი შეასრულებს ამ ერთგულიანს ცოტა გამოიყენა ეს ერთგულიანი შეამცირა ჩამორჩენა 6 ქულამდე 83-77 13 ქულა სმიტს 18 აქ პერის 14 შამალვრაიც და კავკასიას დარჩება ბუნებრივი ბურთი მათი იყო ისაც ბურთი და შეტევისთვის ექნებათ 23 წამი 23 წამი რატო?
იმიტომ რომ რო დაკარგა რო წაართვეს ბურთი შეტევაში წავიდა სწორად ბევრი არც გასულა. არა, უბრალოდ ამდენიც იყო გასული ტექნიკური მიღება, ხო? სო, მივხვდი. პერი გაუშვა ორქულიანი ჩააგდო, მაინც დაძაბა მცირედით. პერი 20 ქულა. სწორედ მასმინძლები იქნებიან. ზაქრაძე კი განაახლებს შეხვედრას. ჰილმა ისიც დაბრუნებულა ამასობაში. ორივე ძალიან ფრთხილად უნდა იყოს. რათა არ მიიღონ მეხუთე ჯარიმი. ეხლა კი ერთი ჯარიმის აღების უფლება კავკასიაზე და გამოიყენოს ესეც და მაქსიმალურად შეუმციროს სივრცეები მეტოქის. მაისი კარგი პასი, ჰედის სამიანი არ ვარდება, წურძილაძე. კარგია და პერი ისია ბურთი. მასპინძლები. ვისო სტუმრების, ხო? კი, კავკასიას კესეუს რჩება ბურთი. ამ შეტევის გაფუჭება პრაქტიკულად წაგების თვალსაჩინო ხომ არ არის. არ გამოურიცოთ, იმიტომ რომ 24 წამი ექნება მასმინძელ გუნდს და ბოლომდე შეჭამენ. სურო არ ჩააგდო. 19 წამი კავკასიას ამ შეტევისთვის. თავადაც მალევე უნდა შეუტიონ. რაითი სევსმიტი, პერი. გაუშვა არ ჩავარდა როგორ უნდა და ბექა წივწივად ეს ბურთი ჩავარდნილიყო. და სტაპს და სკამს. ძალიან გულდაწყობით აღნიშნეს ეს ეპიზოდი. ორი საჯარიმო პერის ჩასაგდები აქვს ორი საჯარიმო. პირველი ზუსტია. მეორე რა ხდება? თუმცა თავიდან შეასრულოს როგორც ჩანს. მეორე გაფუჭდა, ახლა რა შეასრულო ვიღაცა ადრე შევიდა. აი ეს ახლა ერთი ჯარიმა თუ ჩავარდა ისაიმონსის ერთი ტექნიკური და ეს ამბორმა ქონდა შეიძლება გადამწყვეტი როლი ითამაშოს. ჩააგდო 3-ში 2 ასე გამოვიდა პერის 83-ით 81 პერი 22 ქულა. ერთი ჯარიმის აღება კავკასიას შეუძლია კიდევ ერთხელ გავიმეოროთ. საიმონსი 7 წამი ედი სწრაფად უნდა შეუტიოს. ესეც შვება შევიდა არ ვარდება და კავკასიას რჩება ბურთი დაცვაში კარგად ითამაშეს სტუმრებმა. პერი ბოლო შეტევა ერთ-ერთი უკანასკნელი ძირითად დროში. პერი შევიდა ვერ ჩააგდო ბურთი შამარვა იწო და ეგრალი საოცრება 13 წამით ადრე კავკასია თითქოს აღებული ბურთი. ტაიმაუტი აქვს ხო? ბაუდენს აუცილებლად გამოიყენებს. ჩააგდებს საჯარიმოს. და ნადირაძე გავარდა. როგორ შემოტრიალდა სიტუაცია ბოლო ორ წუთში? ნადირაძეს მეხუთე მიიღო? კი. არ მახსოვდა 4 თუ ქონდა. რაინდვანი გამოაცხო შამალ რაითმა. ტაიმაუტს მოითხოვა ხო? კი, თუ ჩავარდა საჯარიმო. თუ არ და ბურთი ისედაც წესით მათ უნდა არჩევ. ხო, ნახოთ თუ გაფუჭდა მე რების დარჩევა. საჯარიმო ვარდება ტაიმაუტი. რა გვაქვს? ოვერტაიმთან ძალიან ახლოს ვართ, არა? ერთი ქულა სხვაობა და ცოტა ნახოთ. რა თქმა უნდა, წინა ზონიდან შემოიტანენ ბურთს, ხა ბუნებრივია. ძალიან ახლოს არის კავკასია ამ დანავსული სერიის დასრულებას. თუმცა ბურთით არის USA. რეთედი ხავიერი შევიდა და იქნება ორი სროლა.
ტაიმაუტი აქვს ეხა ბექას, აქ იქნება 2 სროლა. აბა როგორი ნერვები აქვს ილმაის ახლა გამოჩნდება. პირველი უეჭველი უნდა ჩააგდეს, ხო? და ჩააგდეს. თქვენ სუფთად აუღელებლად ნახოთ აბა მეორე. ეხა როგორ ჯობია ჩავარდეს იქ მოხსნან, მოკლედ ბევრი ვარიანტია. მივადევნო თვალყური, მეორე ჩავარდა, ტაიმაუტი ბექა იღებს ბოლო შეტევისთვის. მეტოქე სეთი, საიმონსი, ზაქრაძე, მაისურაძე და ჰილმაისი. ასეთი ხუთეული დაიცავს თავს ბოლო შეტევაში VSA. ახოთ 7.5 განკუთვნილი დრო. დაკარგი პერი, ესა რაითი. რაითი, მაისურაძე ეთაბამას. ჩაგდო! ძალიან ახლოს არის. ნახოთ ზაქრაძე უნდა ესწრალოს 1-2 და მორჩა მოიგო კავკასიამ. უთულესი შეხვედრა მოიგო კავკასიამ. ბრავო ბექა